დენი რა დაუძახა ბიჭებს გამახსენე? პაიკი ვარ. არ დამიძახებია კიდევ ერთხელ ვამბობ. მე ჩემ სიტყვებზე ბატონო დენი ყოველთვის ვარ პასუხისმგებელი. დენი არ ამგონია მატყუებდეს. ერთ წუთით შეიძლება ეშლებოდეს არ გამოგიცხავ. უარესებიც მithქვამს ადამიანისთვის და იმ უარეს სიტყვებზეც ყოფილ პასუხისმგებელი. აი კი ისეთი კარგი, მე პირდაპირ საქმეზე გადავალ. აი, დამშვიდ ერთი წუთი. მით უმეტეს ბატონო დენი, მე რო თქვენთვის მსგავსი შეურაცხყოფა მქონდა. კარგი, არ მაინტერესებს. არა, ეს საკითხი არ მე რომ მსგავსი შეურაცხყოფა მეკენებინა თქვენთვის, ახლა ცხენზე არ მოგიჭირეთ. ხალოტონო გარდა დამშვიდით. დენისთან არ მომჟახა, დამშვიდით ერთი წუთი თასმააზით. არ მინდა ეს საუბარი, თქვენზე ბევრი მაქვს განსხვავებული, თქვენზე მეტი მინაღავს ასე რომ ვერაფერს ვერ მასწავლით ახლა თქვენ მე. გამომდინარე აქედან მე კითხვებს დავსვავ თქვენ მიპასუხეთ. თუ მომატყუებთ თქვენთვისაც ცუდი. რა ჭორებს ავცელებთ შერიფებთან ჩემზე? რა ჭორებს? ისმეთ თქვენ თვითონ, თქვენ მითხარით. მე კი ვიცი, მაგრამ თქვენგან მაინტერესებს. ჭორებს არაფერს, სიმართლეს ვაყურებ. თქვენ საერთოდ მე მოგიტაცეთ თქვენ? მე ასე ვიცი. მეც მაბრალე ბატონო დექსამონ შერიფებთან ამბობდა. ესე იგი ასე იცი და ვინ თქვა ეს? საიდან იცით? მითხრეს. თქვენთვისაც ცუდი იქნება თუ მოიტყუებით, აი ლოიალურად გესაუბრებით, ხო ხედავთ, სიგარეტს ვიწევი, სიგარას და ერთი წუთი თამაში. აბა მოყევით როგორ გაიგეთ რომ მე მოგიტაცეთ და თუ მოგიტაცეთ ეს რატო არ გახსოვთ ეგე საეჭვოა? აბა დაიწყეთ. კი ბატონო, რაც შერიფს უთხარით იგივე გაიმეორეთ, ოღონ უფრო დეტალურად. არა, შერიფსაც ძალიან დეტალურად მოვახსენებ, ბატონო, მეტად ერთად დავხვდები. ისმეთ. ერთ შენიერ დღეს, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი შტატებში მომდის წერილი ჰარლან ტეიდისგან, რომელსაც არ ვიცნობ და კარგი ძველი მეგობარი ვკითხულობს და მინიშნავს შეხვედრას კოცონთან. და მე რადგან სახელდაგვარი არ მეცნო ამ ადამიანის, ბატონო ვინჩენცო იმყოფება და იქ გვერდით და ვთხოვე რომ უცხო კაცს უნდა შევხვდე მეთქი და თუ შეგიძლიათ რომ კოცონთან გამომყვეთ ხო. ვინჩენცო გამომყვა და კი განაგზა ვინჩენცო გამომყვა და ვინჩენცოს გამოყვა კიდე რამდენიმე შერიფი თან. და რომ მივედი კოცონთან მომდის მეორე წერილი, სადაც ეს ჰარლან ტეიტი წერს, რომ არ იყო საჭირო ამ უწორად პასუხს ახას ზუსტ ციტირებას ალბათ ვერ ვახდენ, თუმცა მოკლედ ამ წერილში წერდა, რომ არ იყო საჭირო ამდენი შერიფის მოყვანა, თუ რატო არ მენდობიოთ რაღაცა ეკითხება. ერთი წუთი ბოდიშ მოგვაწოდეთ. ჰარლან, რატომ გაუგზავნე წერილი, მაინტერესებს. უბრალოდ მოგეწონათ ვიზუალურად ქალბატონი თუ რაიმე ნახვამი ბატონო. კარგი, ეს საკითხი გარკვეულია. შემდეგ ეს წუთით ეს საკითხი ნახეთ. არა, მე ნახეთ, ანუ მე თუ იმ როლში ვარ, რომ თქვენი გამტაცებელი ვარ, მაშინ მე მაგას ნუ მიხსით, შერიფი არ ვარ, ქალბატონო. არა, მე უკვე ჭვიმპარება შეიძლება არ ცხადთ ჩემი გამტაცებელი, მე გიხსნით უბრალოდ რატომ ვირავდებ თქვენი. არ ვიცი. თქვენ უნდა იცოდეთ ეგ მეტია. მოკლედ, ჰარლან ტეიტი წერს, რომ კოცონთან აღარ მოვალო, იმიტომ რომ ვიღაცებთან ერთად ხარო და არ მენდობიო. აქედან გამომდინარე ცოტა საჭურო მომენტ ჩვენ აიმეტორ რადგან იცოდა რომ ვიღაცებთან ერთად ვიყავი შესაბამისად ან შორი ახლოს იმყოფებოდა ან შეიძლება სულაც იმ ხალხში იყო გარეული ვისთან ერთად იმყოფებოდი და ეგეც მეეჭვენდა თუ ჩემი როგორც ძველი მეგობრის ნახვა უნდა და არაფერი იქ არავინ ხელს არ უშლიდა მე. არა, ეგ ფაქტი არ მაინტერესებს ერთი წუთი. არა, არა. ტრაფად მიდით, იმიტომ რომ დიდი დრო არ მაქვს გასაკცევი. კი ბატონო, არა, დეტალურად ხარიდან მეორე. აი, ხვას თუ კიდევ აუწეთ, მაგრამ ლამაზ ხვის მოგაჭირს და მაგ ცისფერ თვალს მარცხენას ამოგიღებს საკუთარი და განაგრძო. სასწრაფოდ გასაკცევი ვარ და შეა მოკლედ თუ შეიძლება. და ისი გაგება წმინდა ის მომასმენ. მოკლედ, ეს წერილი ალბათ ცხენში ჩავდე და დავივიწყე. დაახლოებით 1 საათი არ არის გასული ამ კოცონთან ხალხიც დაიშალა იქ ვილაპარაკეთ რაღაცა. მე ვიღაც ადამიანი მიხვდით თოქს მადებს, ცხენზე მადებს და მიყავა როგორ ეს ვიცი საიდან. მაგ ადამიანამდე, სანამ მაგ ადამიანთან შეხება გექნებოდა თუ შოროთ. ვინმე ხომ არ გაყევით გზაში.
აბა კარგად გაიხსნა. არა. მე რაღაც დავინახე რომ ვიღაც პიროვნებას მოუჯექით თქვენზე. დავასახელო მის სახელზე. კი? კი ბატონო, ონი და ულაი. მის ხელზე შეგნიშნეთ. ერთი წუთი რაღაცას გაჩვენ. აი რა ლამ ვარდისფერი ჩაქუჩია, როგორც ხედავ ძალიან ლამაზია. კი ბატონო, თუ ყუილს მეტყვით? ყუილს არაფერს არ ვიცი, ახლა გეუბნებით ყოველთვის. მარცხენა ცისფერი თვალით დავიწყებ. არ მახსოვს, მარცხენა არ მახსოვს. ონიდას ვიცნობდი, გეტყვით ახლა. ონიდას ვიცნობდი. რაღაც ისეთი კომუნიკაცია გქონდა, ისეთი არაფერი. ოღონდ ყველაფერი გატაცებამდე იყო. უბრალოდ საუბრობდით ხოლმე. მაგრამ ეხლა ნახეთ, მე საიდან ვიცი რომ გამიტაცეს, მე გონება დავკარგე როგორც ჩანს და გონს რომ მოვედი სადღაც აქ ვიყავი სენტელისტის მიწებში. მოკლედ, ბატონო მინდასთან ურთიერთობა არგად წამივიდა, ასე რომ ვთქვათ, გავუგეთ ერთმანეთს. სახლშიც დამპატიჟა მისი ძმაც გავიცნე, ჩემი ბიძაშვილიც გაიცნო. მოკლედ ბატონო მიწასთან ძალიან ვახლობლობ. კი ბატონო, ეს მე მივხვდი უკვე რომ ახლობლობ და მიწას